ხმა ნარნარი, პირმცინარი, მზეცინარი, საჩინარი. ბებია რო ჩამოდიოდა ხოლმე ავსტრიიდან, სულ მიმზადებდა ხოლმე ამ რეცეპტს. ბოლომდე არ უნდა ჩავჭრათ. ყველაზე მთავარი შნიცელში არის მიქსამი, არ გატყდა. ასენტერი დაგეცავთ. ამოვაწეთ. იდეალური შნიცელი არის, როდესაც რაიან პაპუკია. გაჩიშე კამერა. ხელები გამიწევია რა. იდეალური. ადგილის დედას დაუბრუნდით. ჩვენს ფანჩატურში. კონკრეტულად სამზარეულოში, კონკრეტულად კირზე დაუბრუნდით და ვიწყებთ შემდეგ რეცეპტს. თუ რა რეცეპტია, ამას რა თქმა უნდა გაიგებთ სულ ცოტა ხანში და გეტყვით, რომ შნიცელს ვაკეთებ. უგემრიელეს, უთხელეს, უფაფუკეს, უგემრიელეს ვთქვი? მაგრამ სანამ კონკრეტულ რეცეპტზე გადავალ და ჩამოთვლას დავიწყებ თუ რა დაგჭირდება რეცეპტის მოსამზადებლად, რა თქმა უნდა, პირი უნდა გავიგრილო. და გავიგრილო უნდა შავი ლომის შავით. ტრადიციას არ ვღალატობ და ოსტატურად ხსნი შავი ლომის შავს. აუ! ყურთან ისეთი საამურია. ეს ხმა ნარნარი, პირმცინარი, მზეცინარი, საჩინარი. იდეალური. რეცეპტის კონკრეტული ვარიაცია, რომელსაც ქვია შნიცელი. შნიცელი ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ზაფხულობით ბებია რო ჩამოდიოდა ხოლმე ავსტრიიდან, სულ მიმზადებდა ხოლმე ამ რეცეპტს. მე ხო ბებია ავსტრიელი მყავდა. მერე მსოფლიო ომის დროს მეუღლე დაკარგა და უფრო ხშირად ჩამოდიოდა, თორემ მანამდე ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა, იმიტომ რომ თავის საქმეები ჰქონდა ბევრი ავსტრიაში. ვენელი ბებია მყავდა. ვენერა ერქვა სახელად. კარგი, ვოლტმარკეტიდან გამოვიძახე ზეთი, იმიტომ ამ კერძისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზეთი. ვოლტმარკეტი, ზეთი. ჩამონათვალი იმისა, თუ რა გვჭირდება დღევანდელი კერძის მოსამზადებლად. დავიწყოთ აუცილებლად ღორის ხორცით. ბებია ორ ვერსიას აკეთებდა ხოლმე ხშირად. ერთი იყო ქათმის შნიცელი და მეორე იყო მისი დიდი ბებიის რეცეპტი, რომელიც ოპერის მომღერალი იყო და ვენის ოპერაში მღეროდა და ღორი უყვარდა ძალიან და აქედან გამომდინარე ღორის შნიცელს მიკეთებდა ხოლმე. აი ესეთი ნაჭერი არის შნიცელისთვის განკუთვნილი, ანუ ღორს ეკითხებიან, რომ შენ რა ნაჭერს გასცემო შნიცელისთვისო და ეუბნებოდა, რომ აიო, აქ რო ნეკნი მაქო, აქო ცოტა კიდე ნეკნი მაქო და აი ეს ნაწილიო ამომიჭერით ხოლმეო და გამოიყენეთ შნიცელისთვის. ქონი მოყვება, ქონი აუცილებლად უნდა მოვაშოროთ, იმიტომ რომ არ იქნება ისეთი გემრიელი, როგორიც მაგალითად ქონის შემთხვევაში. ანუ ძალიან მარტივად შეგვიძლია ქონი მოვაჭრათ, ანტრიკოტის გული გვინდა. მეხორცეს რო უთხრათ ანტრიკოტის გული მომეცით და შეიძლება გაირკვიროს, აქედან გამომდინარე შეგიძლიათ ჩვენი ვიდეო წაიღოთ თან, მეხორცეს ანახოთ და ავტომატურად მიხვდება. და ჩვენი ვიდეო რო თან წაიღოთ, აუცილებლად უნდა გამოწერილი გქონდეთ. აი აქ დაიწერება, რომ გამოიწეროთ და თან გზარის ღილაკიც უნდა გააქტიურებული გქონდეთ, იმიტომ რომ დროულად გაიგოთ ახალი რეცეპტის დადების დრო და მომენტი. ეს ძალიან მარტივად კეთდება ქონიდან ხორცის განთავისუფლება და აქ არის პეპლის ეფექტი. მარტო ფილმი კი არ არის. შნიცელთანაც ძალიან ახლოს არის პეპლის ეფექტი და ახლავე გეტყვით თუ რა პეპელაზია საუბარი და რა ეფექტზე. ნახე რა ვშვებით. აი ეს არის ანტრიკოტის გული. ცოტა მოზრდილად მოვჭრი და არ გეგონოთ რომ ეს რამხელა ნაჭერი მოჭრავს. ბებია მასწავლა. მოვჭერი. გადავდეთ დროებით და ნახეთ რა ვშვებით. პეპლის ეფექტი რატომ გითხარით? აი. ბოლომდე არ უნდა ჩავჭრათ.
აი, ნახეთ. აი ეს არის პეპლის ეფექტი. ეხლა რა ვშვებით? ვიღებთ ესე იგი ჩვეულებრივ პარკს. ვადებთ და ვიღებთ ჩაქუჩს. ჩაქუჩს მოგეხსენებათ აქვს ეკლიანი მხარე და გლუვი მხარე. როგორც ჩვენი ცხოვრება, ხან გლუვია, ხან ეკლიანია. ეს ხო იცი ეგრეა მოცემულობა. ვიწყებთ გლუვი მხრით. ამ დროს შეგიძლიათ იფიქროთ იმ ადამიანზე, ვინც ნერვები მოგიშალათ, ვინც გაგაღიზიანათ, გაგაბრაზათ. ჩვენი შეფი მამუკა ხშირად აკეთებს ხოლმე ამ პროცედურებს. იმედი მაქვს, რომ ჩემზე არ ფიქრობს მაგ დროს. ებია ვერა ხშირად ვენიდან, ხშირად მეუნებოდა. ყველაზე მთავარი შნიცელში არის მისი განიო და ზომაო. იმიტომ რომ თუ თანაბრად არ იქნება ეს ყველაფერიო, არათანაბრად მომზადდებაო და სტუმრებთან შერცხვებიო და ჩვენ ისეთი გვარის წარმომადგენლები ვართ, რომ სტუმართან არ უნდა შევრცხვეთ. აი დაახლოებით ესეთი სითხელის უნდა იყოს. ეხლა რას ვაკეთებთ? აი ხა უკვე ეკლიანი გზა არის. აი ასე ეხა გადმოვაბრუნოთ და იგივენაირად გავაგრძელოთ ეს ყველაფერი. ეს დროებით გადავდოთ და გადავიდეთ შემდეგ შნიცელზე. ესე იგი, ნახეთ, ორი თითის პრინციპი. მწვადში გახსოვთ ერთხელ გასწავლეთ ეს ორი თითის პრინციპით მწვადი შეწვა. და ორი თითი გადავზომოთ. აქ მოვნიშნოთ ჩავჭრათ არა ბოლომდე, გადავშალოთ და დავიწყოთ იგივენაირად. დავბეგვეთ ხორცი და ეხა დრო დადგა, გავაკეთოთ შნიცელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. საფარველი. დაახლოებით 1 კილო ხორცისთვის დაგვჭირდება 4 კვერცხის გატეხვა. ეგ 2 3 არ გატყდა. ესეც 4. დაგვჭირდება ჩანგალი. აქ ზოგი უმატებს რძეს, ზოგი უმატებს აირანს, ზოგი მაწონს, მაგრამ როგორც ბებია ჩემი ამბობდა, კვერცხში მხოლოდ და მხოლოდ მარილი და შავი წიწაკა უნდა დავუმატოთ. აქაც უმატებთ მარილს და შავ წიწაკას. და ფქვილშიც აუცილებლად ცოტა შავი წიწაკა და ცოტა ბევრი მარილი. ეს კარგად უნდა ამოურიოთ. და შნიცელის გაკეთების დროს მხოლოდ და მხოლოდ ვისვრით ერთხელს. დავასხი ზეთი. ამას ადამდე ესე ვიზა, ეს შემიძლია. აი ეს. აი ეს. ასე მტერი დაგეცალოთ. ვიწყებთ პროცედურებს. მარილს ვაყრით ცოტას აქეთაც, ვათავსებთ ფქვილში, ვაყრით მარილს. ამოვგანგლეთ კარგად ფქვილში. ამოვაწეთ. მერე
ვერცხლში თქვენ ხართ ჩემი ბატონი. ვერსია არის რომ კიდე უნდა დააბრუნოთ ფქვილში. მე ამ ვერსიას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვაკეთებთ პანკოტი. თუ თქვენ გააკეთებთ უბრალოდ პურის ქერქისგან და რბილობისგან მომზადებული საფანელით, მაშინ დაგჭირდება და პანკოს ერთი კაი თვისება აქვს, რომ ძალიან ადვილად ეკრობა ზედაპირს და კარგად ფიქსირდება და აქედან გამომდინარე სრულიად ზედმეტია მეორეჯერ ამოგანგვლა ამ ყველაფერს. შნიცელის ესე ტესტია რა, როგორ გამოგივიდა შნიცელი, როგორი გამოგივიდა რა, თუ აი ესეთი გამოგივიდა, ესე იგი შედგა კერძი და შნიცელი შედგა. ბებია ჩემი მიყვებოდა რომ შენიო დიდი ბაბუის ბაბუაო ერთხელ იყო იტალიაშიო წასულიო და იქ გასინჯაო პირველათო შნიცელიო ხბოსი იყო. ცოტა ემშრალაო და რო ჩამოვიდაო ვთქვაო რომ ხბოსი კი კაი იყო, მაგრამ ალბათ ღორის უფრო გემრიელი იქნებაო და აქედან ავსტრიაში დაინერგა შნიცელი. ანუ ბებია ჩემის დიდი ბაბუა იყო ის პირველი, ვინც ავსტრიაში შემოიტანა შნიცელი და ასეთი პოპულარული გახადა. ხო გახსოვთ, ბებია ჩემის დედა იყო ოპერის მომღერალი და იმის მამა რა. ცოტა შეიძლება გენეალოგიურ ხელში ვირეოდე, მაგრამ ნუ ვიღაცის ვიღაცა იყო, რომელმაც იტალიიდან შემოიტანა შნიცელი. სხვადასხვა მერე საბჭოთა კავშირშიც დაინერგა შნიცელი და ძალიან პოპულარული იყო სასადილოებში. პიურესთან ერთად მოქონდათ ხოლმე სასადილოში. მე დიდად ავგიჟდებოდი. ვერ გავიგე პიურე რა შუაშია. ჩემთვის ყველაზე იდეალური შნიცელი არის, როდესაც ამოიღებ ცხელს, აი ესე დაწურავ, დაწრიტავ. აი ესე თებერზე დადებ. აიღებ ლიმონს. გაჭრი 4 ოლ ნაწილად. აი ესე ამოუდებ, აი ეს არის ჩემთვის იდეალური შნიცელი. ეს იყო რა დღევანდელი ჩვენი რეცეპტი. აუცილებლად შავლომს დავისხავ, როგორც ყოველთვის ტრადიციებს არ უღალატებ. პარალელურად ვოლტს ვეტყვი, ვოლტ მარკეტს ვეტყვი, დიდი მადლობას, რომ პროულად მოგვიტანა ზეთი, რომელშიდაც მოამზადეთ ჩვენი შნიცელი. გადამღებ ჯგუფს ვეტყვი ძალიან დიდ მადლობას, რომ პირველი სატესტო შნიცელი უკვე გასინჯეს და მოეწონათ. ახლა კი მე უნდა გავსინჯო ის შნიცელი, რომელიც ძალიან მიყვარს და ბებოს მახსენებს. ესე იგი, ვიწყებთ ასე. დიდი შნიცელი, ცოტა ლიმონი, კარგად უნდა მოვა. კანგალი უნდა გადადო. უძემდება. ძალიან პაპუკია. ძალიან გემრიელია. გაჩიშე კამერა. აუ, ძალიან გემრიელია. აი, იშვიათად მithქვამს, რომ აუცილებლად სადეთ სახში და მოამზადეთ მე. აი ამაზე გაძლევთ 100%-იან გარანტიას. თუ ზუსტად მოამზადეთ ისეთ, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, იდეალური გამოგივათ. აუ, ეს გამიწევია რა. აუ. ხელების დაბანაც კი არ უნდა ისეთი გემრიელი. თქვი პიზდეც. ბავშვებო, მოდი გასინჯეთ, კიდე რადის შეჭამთ ესეთ კარგს რა იცით?